შესანიშნავ ინსტრუმენტზე მინდა გითხრათ, რომელიც მთლიანად შეგიცვლით ჩანაწერების, წარმოებისა და ცოდნის მართვის პროცესს. Obsidian-ი უფასო, ძლიერი და სრულიად ლოკალური აპლიკაცია. ცოდნის მენეჯმენტის ინსტრუმენტი. პერსონალური ცოდნის ბაზა, სადაც ჩანაწერები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. წარმოიდგინე უბრალოდ, რომ შენს თავში არსებული იდეები, ცოდნა და აზრები ერთ ციფრულ სივრცეში მოაქციე და ისე დააკავშირე ერთმანეთს ყველაფერი, როგორც ამას შენი გონება გააკეთებდა. ჩვეულებრივი ჩანაწერებისგან ის განსხვავებაა, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს markdown ფაილები, რომლებიც ინახება ჩვენს ლოკალურ კომპიუტერში და არავის სერვერზე არ იგზავნება. რაში გვადგება ეს ინსტრუმენტი პრაქტიკაში? სამუშაო პროექტების დაგეგმვა და დოკუმენტაცია, წიგნების, კურსებისა და ვიდეოების კონსპექტები, იდეების შეგროვება და brainstorming-ი, პერსონალური ვიკი, შენი საკუთარი ვიკიპედია, დღიური ჩეკლისტები, მიზნების ტრეკინგი და სხვა მრავალი სახის აქტივობა, რომელშიც შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ ეს შესანიშნავი ინსტრუმენტი. ვიდეოში რასაც ხედავთ, მაგალითად ეს არის ჩემი პერსონალური AI აგენტის Obsidian Graph View, რომელიც აჩვენებს ჩვენი AI ტრენინგ კურსის მთლიან ცოდნის ბაზას, ერთმანეთთან კავშირებს და სინქრონიზდება ყოველი ახალი ლექცია, რომლის ტრანსკრიფციასაც ახდენს აგენტი და მოკლედ ბევრი სხვა ეტაპი მიმდინარეობს. რაც უფრო მეტი ინფორმაცია შედის Obsidian-ში, რაც უფრო მეტს წერ, მით უფრო ღირებული ხდება ეს ბაზა. ჩემ შემთხვევაში, რაც უფრო მეტი ლექცია ემატება, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეს ცოდნის მენეჯმენტის სისტემა. ჩანაწერები ერთმანეთთან კავშირდება და ცოდნის ცენტრალიზებული სისტემა იქმნება. Excel-ი, რომელიც გადაბმულია და ერთმანეთთანაა დაკავშირებული, როგორც ხედავთ ვიდეოში. ამას რასაც უყურებთ, ეს მთლიანად Cloud Code-ის მიერაა წობილი, რადგანაც აგენტზე მაქვს მიპული. თუმცა სხვანაირად, თუ კი მანუალურად გვინდა მართოთ, სამუშაო პროცესი ძალიან მარტივია. უბრალოდ Vault-ს ვქნით, ანუ ლოკალურად ფოლდერს, სადაც ჩვენ markdown ფაილებში ვმუშაობთ, იქ ჩანაწერებს ვქნით. შემდეგ კი ორმაგი კვადრატული ფრჩხილით ვაკავშირებთ ერთმანეთს ამ ჩანაწერებს. ეს არის ეგრეთ წოდებული backlinks. ეს არის Graph View, სადაც ვხედავთ ეს ყველაფერი როგორ უკავშირდება ერთმანეთს. Obsidian-ში ძალიან ბევრი პლაგინია, community plugins, ხელმისაწვდომი, რომელიც მაქსიმალურად მოერგება თქვენ საჭიროებებს. თუ გაინტერესებთ, უბრალოდ მომწერეთ სიტყვა Obsidian ამ ვიდეოს კომენტარებში და მე გადმოსაწერ ლინკს და საჭირო სხვა დაკავშირებული ლინკებსაც გამოგიგზავნით, თუ თქვენით ვერ ნახავთ. მომდევნო ვიდეოებში კი აუცილებლად ნელ-ნელა უფრო ღრმად გაგაცნობთ, თუ როგორ შეიძლება ამ ძალიან მაგარ ინსტრუმენტთან მუშაობა.